14 თებერვლის აღნიშვნასთან დაკავშირებით ყველას განსხვავებული შეხედულება აქვს. ზოგისთვის მისაღებია, ზოგისთვის მიუღებელი, თუმცა ფაქტია, რომ ამ დღეს ქალაქის ქუჩებში განსაკუთრებულად შესამჩნევია ყვავილებით და საჩუქრებით ხელში ახალგაზრდები. საინტერესოა, რას ფიქრობენ სიყვარულის შესახებ ახალგაზრდები ქუთაისში. ჩემთვის სიყვარული გრძნობა, როდესაც გიხარია იმ ადამიანის არსებობა, რომელიც შენ გიყვარს. გამახსენდა კინოფილმის შევეკილები, სადაც ერთ-ერთი მთავარი გმირი საუბრობს, რომ სიყვარული არის ვერტიკალური და ბრუნვალი. სიყვარული არის გრძნობა, რომელიც იმითაც აუხწერელია, არის გრძნობა, რომელიც ყველას არმონებს. ყველაზე მაგარი გრძნობა, როდესაც შენს თავს არ გხვდი და შენ მოციქვის საკუთარი ქმედებები რასაც აკეთებ. სიყვარული არის ყველაზე დიდი ნიჭი, რომელიც ადამიანს აქვს და მართლა ბედნიერია ის ადამიანი, ვისაც განუცდია ეს გრძნობა. შეთანხმებით ნოდარ დუმბაძეს, რომ სიყვარული ნამდვილად არის უდიდესი ნიჭი. ჩემი აზრით არ არსებობს ეს გრძნობა, როგორც ესეთი სიყვარული, უბრალოდ ეს არის შეჩევა და ადამიანებმა რაღაც სახერხო და მოუფიქრონ ამ შეჩევას და ეს არის სიყვარული ალბათ ჩემი აზრით. არ ვიცი კონკრეტული ფორმა თუ შეიძლება ქონდეს გამოხატავს, მაგრამ მე პირადად მართლა არ გამოჩნია კონკრეტული ფორმა, ალბათ ეს არის ნდობა, ერთგულება. ცდილობა ამ ადამიანთან უფრო დიდი დრო გაატარო და რაც თავარია ელაპარაკო იმ შენთვის ახლო თემებზე, რომელთანაც სხვებთან ყველასთან ელაპარაკე. ყურადღებით შეიძლება გამოხატო, ან სიტყვებითაც შეიძლება გამოხატო. პირადად მე ვფიქრობ, რომ სიყვარული ალბათ ყველაზე მეტად საქციელში ჩანს და დამოკიდებულებაში ჩანს, იმაში ჩანს, რომ ყოველთვის სათხარ ადამიანისთვის გააკეთო ის, რაც მას ჭირდება, ან რაც სურს. სიყვარულის გამოსახატავად სხვადასხვა ხერხი არსებობს, მაგალითად ასეთი. ღამე არის მთვარიანი, თოვლიანი, ქარიანი, ცრემლი მომდის სიხარულის, მიყვარს ღამე სიარული, მთელი ღამე უძილო ვარ, სუმთლად გადარეული. ან კიდევ ასეთი. მე ფრანზული ამ ხიზირში ჩემურა და მარხი. ძიძი შენ ძალიან უყვარდი მურად. მე არასოდეს არ მიღრენდა. სულ ასე მეუბნებოდა? მერი კარგი გოგოა. მერი თანა გოგო ქვეყანაზე არ დადის. მერი ლამაზი გოგოა. მერისნაირი ლამაზი თვალები არავის არ აქვს. მერი ძალიან კეთილი და თქვენი გოგოა. შენ თუ გიყვართ ჩემო. და ბოლოს აღნიშნავთ თუ არა 14 თებერვალს ეს თქვენზეა დამოკიდებული. ასევე თქვენზეა დამოკიდებული რა ფორმას აირჩევთ გრძნობების გამოსახატავად. მთავარია დავიმახსოვროთ ნოდარ დუმბაძის სიტყვები, რომ სიყვარული ყველაზე დიდი ნიჭია, რაც ღმერთმა ადამიანს უბოძა და უბედურია ის კაცი, ვინც ამ ნიჭის გარშე წავა ამ ქვეყნიდან. და რომ მე ხარ გაიგო ამ ხალხმა, რომ სიყვარული ვერტიკალურია და თან ბრუნვადიც.